ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში კიდევ 762 დევნილი ოჯახი შეხვდება. თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის 11 კორპუსიდან 4-ის მშენებლობა დასრულდა. სწორედ ამ კორპუსებში მიიღეს სრულად გარემონტებული ბინები დევნილებმა. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 253 მილიონ ლარზე მეტია, 2026 წელს უნდა დასრულდეს. თბილისის გარდა კორპუსები შენდება ზუგდიდში, ქუთაისსა და ბორჯომში. ახალი საცხოვრებელი კომპლექსები სრულად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. შედეგად დაიხურება ის კომპაქტური დასახლებები, სადაც დევნილთა ნაწილი ამ დრომდე ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში ახალი ბინებით მიმდინარე წელს უკვე 1614 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. ძალიან გამიხარდა მართლა რა, ძალიან. თან ადგილის მართლა კარგია, ძალიან. მაგალითად შენი 22-23 წელიწადია ველოდებით მართლა. 33 წლიანი მოლოდინის შემდეგ ნაროუშვილების ოჯახისთვის პირველად ხდება, რომ მუდმივი საცხოვრებელი მისამართი ექნებათ. 3 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში რა აღარ გამოიარეს. ომის გამო დევნილობა, ჭუბერის უღელტეხილის ფეხით გადავლა, შეჭრით ცხოვრება, საერთო საცხოვრებლები, გამოსახლების მუდმივი შიში და ქირით გასვლა. დღეიდან კი მათი მისამართი ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაა. მისამართი ახალი იმედებითა და ცხოვრების ახალი ეტაპით. თუმცა რასაკვირველია, ფიქრებით მაინც სოხუმში არიან. არადა ამბავი, რომ ბინა გადაეცემოდათ, ზუსტად 2 დღის წინ გაიგეს. ამდენი წელი რომ ელოდები და აი ხა უცბად რაღაც დაგირეკავინა გეტყვი რომ იცი შენ ბინა მართლა უკვე რო დარეკეს მართლა არ მეჯერა რომ ნამდვილად ბინაზე იყო საუბარი რო დარეკეს მეთქი არ მეგონა სიურპრიზი იყო ჩვენთვის მართლა უკვე სიურპრიზი უკვე მოლოდინი 23 წელიწად ნამდვილად არ არის ცოტა რომ სად იყავით? სად არის საფრთხე მისამართი აქამდე? აფრიკის დასახლებაში ცხოვრობდით. სტუდიო და კარგია ბალკონი. ახალ და რაც მთავარია საკუთარ სახლს. ან როგორც თვითონ უწოდებენ, საკუთარ ჭერს პირველად ათვალიერებს ცატავების ოჯახიც. ათვალიერებენ და თან ეტყობათ, რომ გონებაში ალაგებენ, ნივთებს სად და როგორ განათავსებენ. ნივთებს, რომელიც აგერ უკვე 33 წელია სხვისი სახლიდან სხვის სახლში, მისამართიდან მისამართზე გადააქვთ. ცატავების ცხოვრების ისტორიაც ნაროუშვილების მსგავსია, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილი თითქმის ყველა ოჯახის. თუმცა დღეს უკვე გაუჩნდათ განცდა, რომ ამ დიდი განსაცდელის რაღაც ნაწილი მაინც დასრულდა. ყოველ შემთხვევაში ახლა მათ ოჯახს ორი საკუთარი მისამართი აქვს, გალი და თბილისი. ჩვენ ოჯახს აღერსა ჭერი. ჭერი სადაც არც ქირა იქნება გადასახდელი და არც არავინ არ გვეტყვის რომ შეგცივდეთ ან გამოსახდეთ ან რაღაც. აი ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ზოლად ღერდა. ზოლად ღერდა. ძალიან ბევრი ბრძოლეთ საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, გადარჩენისთვის და ყველაფრისთვის. ცხოვრება მამა ჩემი ვერ მოესწრო ამ ყველაფერს, მაგრამ დედა ბედნიერი მეყოლება. ჩვენი სიუჟეტის გმირების მსგავსად დღეს აფხაზეთიდან დევნილ კიდევ 760 ოჯახს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. ეს სახელმწიფო პროექტია, რომელიც თბილისში 11 კორპუსის აშენებასა და მათი დევნილი ოჯახებისთვის გადაცემას ითვალისწინებს. ამ 11-დან 4 უკვე აშენდა და გარემონტდა. საერთო ჯამში ამ კორპუსებში 2426 ოჯახი უნდა დასახლდეს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 253 მილიონ 600.000 ლარზე მეტია. პროექტით ბინები გადაეცემათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ კომპაქტური განსახლების შენობებში ცხოვრობდნენ. ანუ საერთო საცხოვრებლებში, ყოფილი სკოლების, სასტუმროებისა და სამედიცინო დაწესებულების შენობებში, ან ვისაც ქირით მოუწია გასვლა. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ რა თქმა უნდა გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. ახლაც არის მიმდინარე პროექტები და ახლოს მომავალში კიდევ ასეულობით ოჯახს გადაეცემა ახალი ბინები და ჩვენ მუშაობთ ახალ გეგმაზე იმისათვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ეს პროცესი და ამ კუთხით გვექნება ხელისსახები შედეგები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ეს დიდი ამბავია მათ ცხოვრებაში, ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის ძნელბედობის შემდეგ მათ მიიღეს ღირსეული საცხოვრებელი, ეს რა თქმა უნდა დიდწილად მოაწესრიგებს მათ ოჯახებში არსებულ მატერიალურ პრობლემებს. ეს არის რა თქმა უნდა და ყოფილიყოს ღმერთმაქნას ყოფილიყოს საწინდარი კიდევ მეტი, კიდევ ბევრი ბედნიერი დღისა მათ ცხოვრებაში. ღმერთმაქნას რომ მალე დამგარიყოს ის დღე, როდესაც ისინი ნამდვილ თავიანთ სახლებში აღნიშნავენ დამდეგ ახალ წელს.
კორპუსების აშენებისა და ბინების სრულად გარემონტების პარალელურად იგეგმება, რომ ცხოვრებლებისთვის მიმდებარე ტერიტორიაც მოეწყოს. ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 12 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. საუბარია საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების გაკეთებაზე. იცით რომ კიდევ 7 ახალი კორპუსი აშენდება და ჯამში 2426 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია რა თქმა უნდა იქნება სრულად მოწესრიგებული. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში მოეწყობა სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის. რუსული ოკუპაციის გამო საკუთარი სახლებიდან დევნილი ოჯახების ბინების დაკმაყოფილების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე თბილისის პარალელურად საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში შენდება. მათ შორის რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში. მიმდინარე წელს კი გარემონტებული ბინები სახელმწიფოსაგან ჯამში 1614 დევნილ ოჯახს გადაეცა.